გამარჯობათ პატრიოტულ ტელემაყურებლებო, ბაგრატოვანთა დრო კვლავ აგრძელებს თავის გადაცემათა ციკლს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ უყუროს ჩვენ გადაცემას, რომ საკუთარი ისტორია, საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის დინასტია, ერთ-ერთი უძველესი დინასტიაზე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეს და უფრო ამით ახალგაზრდა თაობა უფრო შეიყვარებს თავისი ქვეყნის ისტორიას, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება და უფრო კარგად წარადგენს მას საერთაშორისო არენაზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბატონი ჯაბა სამუშია. ბატონი ჯაბა დღეს ჩვენთან არის სტუდიაში. გამარჯობათ ბატონი ჯაბა. და მინდა რომ დაგისვათ ესეთი შეკითხვა. აი ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წინა გადაცემებში, თქვა დაოკლარჯეთზე, ბაგრატოვანთა პირველ წყაროებზე, რომელიც ისტორიულად არსებობს და აი აშოთ კურაპალატამდე ვართ მოსული. და აი ამ პერიოდში უკვე საქართველოს გაერთიანებისკენ იწყება რაღაც პოლიტიკური მოძრაობა და აი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება მოგვიყვეთ. უპირველესად დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა დასაწყისში აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა მივესალმები მსგავსი ფორმატის გადაცემების გამომდინარე იქიდან, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი გადაცემა საჭირო, რომ საზოგადოებამ გაიგოს თავის წარსულზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია და როგორც ძველი რომაელები გვასწავლიდნენ და ამბობდნენ ხოლმე, ისტორია ცხოვრების მასწავლებელია და ნებისმიერ ესეთი ინფორმაცია, ესეთი გადაცემა რაღაც ახალს ძენს ჩვენ საზოგადოებას. ბუნებრივია ის, რაზეც ჩვენ დღეს მოგვიწევს საუბარი, ხო? ეს არის აშოთ კურაპალატიდან მოყოლებული თითქმის ბაგრატ მესამის ჩათვლით საქართველოს გაერთიანდება პერიოდი, ეგრეთ წოდებული ბაგრატიონთა საგვარეულოს ტაოკლარჯეთის პერიოდი, შეიძლება ასე პირობითად ასე უწოდოთ ჩვენ ამ პერიოდს, იმიტომ რომ რეალურად ამ დროს ხდება ბაგრატონთა საგვარეულოს, ასე ვთქვათ, ტაოკლარჯეთში მოღვაწეობა და იქ აყალიბებენ რამდენიმე სახელმწიფოს. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მეტნაკლებად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ ვისაუბროთ ორ დიდ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაზე, რომელიც ბაგრატიონ აშოტის მემკვიდრეებმა ჩამოაყალიბეს, ეს არის რა თქმა უნდა ტაოს შტო, ეს არის კლარჯეთის შტო, ეგრეთ წოდებული ტაოს შტო აყალიბებს ქართველთა მეფის, ასე ვთქვათ, ტიტულის ქვეშ სახელმწიფოს, ტაოს სახელმწიფოს, რომელშიც დასაწყისში შედიოდა როგორც იმიარ, ისევე ამიერტაო და კლარჯეთის შტო აყალიბებს ეგრეთ წოდებულ კლარჯ ხელმწიფეთა სამთავროს. ასევე არის პატარა მცირე, ასე ვთქვათ, სამეფო სამთავროების ამ ძალიან სამხრეთ საქართველოში. მაგრამ მე დასაწყისში მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზედაც ყოველთვის გვინდა ყურადღება მივაქციოთ ხოლმე გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას იქნება ასეთი შეკითხვა, რატო მიდის აშოტი ტაოკლარჯეთში და რატო გაურბის არაბებს ის ტაოკლარჯეთში და თუ გაურბის თქვა ტაოკლარჯეთი, არაბები რატო არ მისდევენ და რატო არ ამარცხებენ თქვა აშოტს იგივე ტაოკლარჯეთის ტერიტორიას, ხო? ესეთი საინტერესო ლოგიკური შეკითხვაა და საინტერესო საკითხია. საქმე ის არის, რომ ამ პერიოდისათვის არაბებსა და ბიზანტიელებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ის ტერიტორია, რომელი ტერიტორიაზეც აშოტი მიდის და ორგანიზებს ახალ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას, ეგრეთ წოდებულ ისტორიკოსებში ტექნიკური ტერმინად არის ეს მიღებული და საზოგადოებისთვის ახლოს საზოგადოებისთვისაც ეს ტერმინი და ამიტომაც ვიხმართ ტაოკლარჯეთის სამეფოს. ეს სამეფო არის ფაქტობრივად იმ დროს ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოქცეული ტერიტორია. იქ არაბების შესვლა ნიშნავდა ბიზანტი არაბთა ხალხის იმ ხელშეკრულების დარღვევას და ამიტომ არაბები უკვე აღარ მისდევენ. თუმცა რა თქმა უნდა არის უამრავი თქვათ იმის ცდელობა არაბების მხრიდან, რომ იქ მაქსიმალურად თქვათ ხელი შეუშალონ ამ პროცესებს, მაგრამ ის რომ თქვათ საბრძოლო მოქმედებები ტაოკლარჯეთს სამხრეთ საქართველოში გადაიტანოს არაბებმა ამის უფლება მათ იმ ხელშეკრულებით ბიზანტია სახალიფოს ხელშეკრულებით ამის უფლება არ ჰქონდა. ფაქტობრივად ხდება არაბებისაგან წასვლა აშოტისა, ოღონდ გადასვლა ბიზანტიის კონტროლირებად ტერიტორიაზე. აი იქ იწყებს ის უკვე მოქმედებას. ხა მეორე მხარეა, მეორე შეკითხვაც შეიძლება გაუჩნდეს, ხო, ტელემაყურებელს, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ
კი ბატონო, მაგალითად, მიდის აშოტი ბიზანტიაში, მაგრამ ბიზანტია საინტერესია, ხო იქ სახელმწიფოს ასე ვთქვათ, აყალიბებინებს აშოტ კურაპალატს, ხო? საკუთარ გავლენის სფეროში ქმნის აღარ რაღაცა სახელმწიფოური, ასე ვთქვათ, ჩანასახს. საქმე ისე რომ ბიზანტიამ ეს იცის, თვითონ ბიზანტიის სახელმწიფოს ბუნება ეს მაინც იყო გარკვეულწილად კონფედერაციული ეს თავის დროზე ბიზანტინისტებმა იხმარეს ეს ტერმინი და შეგვიძლია თქვათ დღესაც ეს ტერმინი ვიხმაროთ. ეს არის ხალხთა თანამეგობრობა ბიზანტიის იმპერია. ეს არ არის კლასიკური სახელმწიფო, იქ გვერდ ცხოვრობენ თანაბარი ასე ვთქვათ პირობებით, თვითონ ბერძნები, ქართველები, სომხები, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. ამიტომაც ბიზანტიისათვის ჯერ ერთი ეს არ არის უცხო ასეთი რამის გაკეთება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის აქ, არის ის რომ მან მშვენივრად იცის რომ ეს ტერიტორია არის მის მიერ რა თქმა უნდა დაპყრობილი, მაგრამ ეს ტერიტორია მას სჭირდება ბუფერად არაბებთან კავკასიაში მოკალათებულ და მახლობელ აღმოსავლეთში მოკალათებულ ამ შემთხვევაში არაბებთან საკონტაქტოდ. მაგრამ ამ ტერიტორიაზე რეალურად არანაირი სახელმწიფოებრივი არანაირი ადმინისტრაციული ერთეულები არ არის. მოსახლეობა ფაქტობრივად მოსახლეობისგან დაცლილია ტაოკლარჯეთი, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ამის ნათელი მაგალითია თქვენ არაერთი მაგალითი ამისა თვითონ ნაწარმოებშიც, რომ მოსახლეობა ფაქტობრივად იქ არ არსებობს, ძალიან ცოტა მოსახლეობა, არაბების შემოსევება, მომემმა, გაუთავებელმა ომებმა მოახდინა ამ მოსახლეობის მიგრაცია. ნაწილი შიდა ქართლში, ნაწილი უფრო დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში გადადის საცხოვრებლად. და ამის გამო ბუნებრივია ბიზანტიას აწყობს იქ რომ შეიქმნას რაღაცა სახელმწიფოებრივი ჩანასახი, ადმინისტრაციული ჩანასახი. ეს ჩვენთვისაა სახელმწიფო, თუმცა ბიზანტიისათვის ის მაინც კურაპალატი იქნება მომავალში. ანუ მისი გავლენის ქვეშ ყოფი რაღაც გარკვეული სახელმწიფო იქნება. რომელიც არაბებთან რა თქმა უნდა საკონტაქტოდ და არაბებთან ასე ვთქვათ საომარ მოქმედებების დროს უკვე ეს სარიელი ტერიტორია უკვე დატვირთულია და იქ უკვე შიდა ნამდვილ ბიზანტიის ტერიტორიაზე რომ არაბი მოხვდეს. ამისათვის უკვე საჭიროა აი ამ ხელა სივრცის უკვე სახელმწიფოებრივად გამართული იქ მთელი ფორტიფიკაციებით გამართული სივრცის ასე ვთქვათ გავლა უნდა მოუხდეს არაბებს. რა თქმა უნდა, ეს ინტერესი არის ბიზანტიელებისათვის და აი ამას აკეთებს ბიზანტია. ფაქტობრივად მისი მანდატით აშოტი ახორციელებს ახალი სახელმწიფოებრივი ერთეულის ფორმირებას. თავარი არის ის, რომ ეს არის რა თქმა უნდა ბუნებრივია ქართველებმა ეს გარკვეულწილად ძალიან კარგად შეფუთეს. ჩაჯდა ბიზანტიელთა ინტერესში, მაგრამ თავარი და უმთავრესი რაც არის დამსახურება აშოტ ბაგრატიონის, რაც არის დამსახურება იგივე იმ გარემოცვისა, იგივე თუნდაც გრიგოლ ხანძთელის და სხვათა არის სწორედ ის, რომ მათ ეს კარგად ასე ვთქვათ ბიზანტიელებისათვის კარგად შეფუთული საკითხი ქართულ საქმეთ აქციეს. ეს არის რა თქმა უნდა მოარგეს იმ კონიუნქტურას, რაც იმ პერიოდში ქართველებს სჭირდებოდა. შიდა ქართლი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოა, იქ საკმაოდ კრიზისული სიტუაციაა, მოგეხსენებათ, ამ პერიოდისაც ცოტა ადრე, რამდენიმე 10 წლეულობით ადრე იქ უკვე შექმნილია თბილისის საამირო, ეს მთლიანად ამ ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიაზე დომინანტია, იქ უკვე არაბები საკმაოდ მძლავრობენ, ქართული საქმე არსად არ კეთდება და რეალურად ქართული საქმის, ქართული იდეის, მოდი ასე დავარქვათ, სულის ხორცის შემსმელად და ასე ვთქვათ, სულის ჩამნერგავად გამოდის უკვე ტაოკლარჯეთში დამკვიდრებული ერთის მხრივ სამეფო ხელისუფლებით აშოტი და მეორეს მხრივ ის რაც ერის ასე ვთქვათ მენტალურ ნაწილს მართავდა უფრო მეტად ეკლესია, ამ შემთხვევაში გრიგოლ ხანძთელი და ის მონასტრები, რომელიც იქ ფუძნდება. ეს არის ქართული საქმე. ამიტომაცაა რომ ფაქტობრივად ქართველებმა ბიზანტიის გარკვეულწილად ბიზანტიის მანდატით, მოდი ესე ვთქვათ და ეს რეალურად ესე იყო, დაიწყეს დიდი ქართული საქმის კეთება, რომელიც
ამ მოვლენებიდან, ეს არის მე-9 საუკუნის დასაწყისი, ამ მოვლენებიდან დაახლოებით საუკუნე ნახევრის შემდგომ უკვე სერიოზულ ნაყოფს გამოიტანს და რეალურად ეს იქ გახდება უკვე შემდგომ, აი ეს სივრცე იმ დიდი საქართველოს ფუნდამენტიც, რომელიც საქართველოს მერე შეიქმნება და რომელსაც შექმნის სწორედ ტაო-კლარჯეთიდან გამოსული ბაგრატიონი, ბაგრატ გურგენის ძე. მაგრამ ეს მოგვიანებითაა. მანამდე, ისტორიას რომ მივყვეთ ესე ფაქტობრივად რომ რეტროსპექტიულად რომ გავადევნოთ რა ხდება მე-9 საუკუნეში, ეს არის რომ აშოტი მკვიდრდება არტანუჯში და ამ ციხეს აღორძინებს. არტანუჯი თავის დროზე ვახტანგ გორგასალმა დაარსა და მე მინდა გითხრათ რომ ალბათ ვახტანგამდეც არსებობდა არტანუჯში რაღაც ასე ვთქვათ ფორტიფიკაცია. ალბათ ამას იმიტომ ვამბობ რომ მაგალითად იგივე მეორე საუკუნის რომაულ რუკებზე არის. ანუ იქ უკვე მოყვანილი არის წყარო. არის კი მეორე საუკუნის რუკაზე არის ასე ვთქვათ ცნობა რომ არტანუჯი არსებობს ასე ვთქვათ როგორც ასეთი გეოგრაფიული ტერმინი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად საინტერესო ადგილია არტანუჯში და ის მიდამოები და მე მინდა ჩვენს თანამაყურებლებს მოუწოდო და გამოვიყენო თქვენი ეთერი კიდევ ერთხელ მოინახულო, ვინცაც არ აქვს ნანახი ტაო-კლარჯეთი, მოინახულოს ეს მხარე, ჩათვალეთ რომ ერთი ჩასვლა ჭირდება იქ და იმდენად დაავადდები. კაი გაგებით ვამბობ ტაო-კლარჯეთის სიყვარულით რომ შეიძლება ყოველ წელს ჩახვიდე და მოინახულო ხოლმე იმდენად საინტერესო მხარეა და იქ სწორედ არტანუჯში თუ ნახავთ და იქ თქვენ ალბათ იქნებით იქ დამყოფი არტანუჯი იმდენად სტრატეგიული ადგილია რომ ვახტანგ გორგასლამდეც ეს აუცილებლად რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული პუნქტის სახით იასებებთ. დატვირთვა მას ჰქონდა რა. ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ იქ მასზე გადის რაც ყველაზე მთავარია. მე არტანუჯზე ცოტა ცლად იმიტომ ვსაუბრობ რომ აშოტ-პურა პალატის დედაქალაქია და ფაქტობრივად პირველი ცენტრი ზოგადად ტაო-კლარჯეთის აი ამ სამეფოში. არტანუჯზე გადის როგორც ტრანსსახელმწიფოებრივი მაგისტრალები, ანუ ამ შემთხვევაში ის გზა, რომელიც ერთ-ერთი კვანძად შეიძლება ჩავთვალოთ აბრეშუმის გზის, ასევე გადიოდა შიდა რეგიონალური გზები. არტანუჯზე შავი ზღვისპირეთიდან ჭოროხზე ამოდიოდა გზა, შემდგომ ეს გზა უერთდება არტანუჯის წყალს, რომელთაც ის გადადის არტაანში და არტაანიდან ის უკვე იტოტებოდა ერთის მხრივ მიდიოდა ანისის მიმართულებით და ანისიდან უკვე შემდგომ ირანის მიმართულებით, ერთი მიდიოდა შიდანა სამხრეთ კავკასიის შიდა პროვინციებისაგან, ესაა თბილისი, განჯა და შემდგომ უკვე შესაძლებელია უკვე გადასულიყო ჩრდილოეთ კავკასიაშიც. ასე რომ ეს ერთ-ერთი სავაჭრო მაგისტრალი იყო იმ დროისათვის და ბუნებრივია ახლა ასეთ სტრატეგიული მდებარეობის პუნქტი მარტო ახლა აშოტის დროს არ აღორძინდებოდა და თუნდაც არც ვახტანგ გორგასალის ეს გაცილებით უფრო ადრეული ფესვები უნდა იყოს იქ, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ არქეოლოგია საერთოდ ამ ზონაში ძალიან ცუდადაა განვითარებული, არქეოლოგიური ძეგლები შესწავლა არც ხდება რეალურად. არა და რამადენია იქ შესასწავლი. მე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება საქართველოს ისტორიაში იმდენი რაღაც აღმოჩნდეს ახალი. საქართველოს ისტორიისათვის და არა მარტო საქართველოს ისტორიისათვის, მინდა აქვე დავსძინო, ვინაიდან თითქმის არტაანამდე მაგალითად მოდის ლუსმული წარწერები ურარტული. იმიტომ რომ თავის დროზე ურარტულს ჰქონდა ეს ტერიტორია, როგორც ჩანს დაპყრობილი, ეს არის დაიანეს ქვეყანა, ანუ ტაოხების სამშობლო და ურარტულები ჯერ კიდე თავის დროზე ურარტულებს ჰქონდათ ეს სივრცე ტაო-კლარჯეთის ეს დაპყრობილი და აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გითხრათ რომ არტაანში არის ის წარწერა, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით აღმოჩენილი წარწერა ურარტული ლუსმული დამწერლობის არის არტაანში. ფაქტობრივად ეს მიანიშნებს კიდევაც ურარტულს ჩრდილოეთით გამცობის რაღაც გარკვეულ საზღვარს. რაც შეეხება იქ ვთქვათ ამ შემთხვევაში კლარჯეთს, რაც შეეხება ტაოს, ეს ტერიტორია თავიდანვე იყო და თავიდანვე იყო მოქცეული მაშინ რაც დაიანა ტაოხების ქვეყანა
დაიპყრო ურარტუელებმა, მას შემდეგ იყო მოქცეული ფაქტობრივად ურარტუს შემადგენლობაში და ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი ციხესიმაგრეებს სწავლობთ სამხრეთ საქართველოში და მინდა გითხრათ რომ მაგალითად იგივე კლარჯეთში, იგივე ტაოში უამრავი მეგალითური ძეგლი გვაქვს დაახლოებით იმ პერიოდისა, რა პერიოდის ემთხვევა თქვათ ურარტუს ისტორიის. ეს ძალიან შორსავედი, ძალიან შორსავედი, მე არტანუს დაუბრუნდებით, არტანუსში აშოტი აფუძნებს ცენტრს, აქ არის საჭურჭლე, აქ არის თქვათ ადმინისტრაცია და უკვე იწყება მთლიანად აი ამ ტერიტორიაზე ადმინისტრირების მოწყობა. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ჩანასახით რაღაც ცალკე ქართული პოლიტიკური ერთეული, მაგრამ კიდევ მინდა ხაზი გაუსვა, დომინანტი ამ შემთხვევაში მაინც იყო ბიზანტია. ამიტომაც კურაპალატის ტიტულს აიღებს აშოტი. რა თქმა უნდა, კურაპალატის ტიტულს. და რეალურად აშოტთან ერთად არის გრიგოლ ხანძთელის და ის მონასტრები, რომელი მონასტრებიც სწორედ აი რეალურად ნახოთ გეოგრაფია მონასტრებისა, ეს არის არტანუჯიდან შავშეთ არტანუჯის აი ამ საზღვარზე, ყველა ის ძირითადი მონასტერი 12 მონასტერი, ხო, 12 უდაბნო კლარჯეთისანი, როგორც არის ცნობილი, აი ეს სწორედ აი ამ ტერიტორიაზე ყალიბდება და მინდა გითხრათ, რომ ეს კიდე ცალკე საკოლევიცა, რა თქმა უნდა, ქართველ ისტორიკოსებს, ფილოლოგებს ძალიან ბევრი აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული, თუ რა როლი ითამაშა ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ცენტრებმა ზოგადად ქართული კულტურის განვითარებაში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი იმდენად მასშტაბურია ეს როლი. ეს არ არის მხოლოდ ის რომ რაღაც წიგნები იწერებოდა, ეს იყო ფაქტობრივად იმდროინდელი პატარა მცირე უნივერსიტეტები, სადაც იზრდებოდა ის თაობა, რომელმაც მოგვიანო პერიოდში მაგალითად კიდევ უფრო მეტი შესძინა ქართულას ვთქვათ კულტურას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია იგივე დავასახელოთ გიორგი მთაწმიდელი, ექვთიმე მთაწმიდელი, რომლებიც ნაწილობრივ ვთქვათ აქ მოღვაწეობდნენ ამ ტერიტორიაზე და შემდგომ წავიდნენ თქვათ იგივე ბიზანტიაში. ეს კიდე ცალკე თემაა და ვფიქრობ ერთი გადაცემა არ ეყოფა მე მგონი მარტო საეკლესიო თემას რომ აუცილებლად კიდევ ტაო-კლარჯეთის თემას კიდევ გვექნება ამაზე საუბრები და რა მაინტერესებს და ალბათ ტელემაყურებელსაც დაინტერესებს. გარკვეულწილად აშოტის და აშოტ-კურაპალატის და გრიგოლ ხანძთელის ურთიერთობამ სწორად გამოიყენა ის პოლიტიკური მდგომარეობა, რაც იყო შექმნილი. აი ეს მეცნიერულად, ისტორიულად ჩანს. ხომ? ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ მათ სწორად გამოიყენეს ის მდგომარეობა, ანუ აი ესე რომ ვთქვათ, თანხმიერად მოქმედებდნენ, სწორი პოლიტიკური გათვლა ჰქონდათ და გარკვეულწილად თუ ბიზანტიას თავისი ინტერესები ჰქონდა და თუ კი არა ჰქონდა სერიოზული ინტერესები, ზუსტად რაც თქვენ ახსენეთ. ყველა იმპერიას აქვს თავისი ინტერესები. და სწორად გამოიყენეს ბიზანტიის იმპერიის თქვათ ინტერესი, სწორად გამოიყენეს იმ დროისთვის აშოტ-კურაპალატს. ზუსტი თანხwebdra მოხდა. ზუსტი თანხwebdra, დიახაი ზუსტი. აი ამ შემთხვევაში ბიზანტიის ინტერესა და ქართველების ინტერესებისა ზუსტად ასე ვთქვათ დაემთხვა ამ პერიოდში. ამას რა თქმა უნდა ემატებოდა ქართველთა ინტერესი იყო და თავარი ინტერესი იგივე ის რაც ხდება გრიგოლ ხანძთელის შემთხვევაშიც, ხო? ისიც მოდის იმიტომ, რომ მან დაინახა, რომ ქართული საქმის კეთება ამ რეგიონში შესაძლებელია და ამიტომ ჩამოდის ის და ჩადის ის შავშეთ-კლარჯეთში, ხო? ამიტომ ამ თვალსაზრისით უცებ აი ამ საკმაოდ გართულებულ აღმოსავლეთ საქართველოში გართულებულ პირობების ფონზე უცებ აღმოჩნდა რომ სამხრეთ საქართველოში, კლარჯეთში, აშოტის წყალობით შესაძლებელია დაიწყო რაღაცა ქართული საქმის და ქართული ასე ვთქვათ ქართული ეკლესიის გაძლიერება, ქართული ბუნებრივია, ვთქვათ, ქართული მონასტრების დაარსება, ასე რომ აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში იყო თანხwebdra. აშოტმა ეს ფრენივრად იცის. აშოტმა კი გამოიყენა ბიზანტიელების ასე ვთქვათ მხარდაჭერა და მე შემთხვევით არ ვახსენე გარკვეული მანდატის ბიზანტიელებისგან. ქონდა მას ამ ტერიტორიაზე ემოქმედა ბუნებრივიცა, მაგრამ აი თავად სწორედ ეს არის, რომ
ის რეალურად ის გახდა ერთგვარი ფარი ურთიერთობა ბიზანტიასთან ურთიერთობის კუთხით, მაგრამ მან თავის უკვე შემდგომ თავის აი აქ მოღვაწეობით, დაუკლარჯის მოღვაწეობით დაიწყო ქართული საქმის, ის ბერძნულ საქმეს არ აკეთებდა, ის ქართულ საქმეს გაკეთება დაიწყო. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასაფასებელი თვითონ აშოტ კურაპალატის მოღვაწეობაში და ქნებუნებრივია ხო შედეგიც გვაქვს და ძალიან მალე აჩვენა რომ ის რაზეც ფიქრობდა, რაზეც რა ღვაწლშიც იყო თქვა გრიგოლ ხანძთელი რა შედეგი დადო და ის რაზეც ფიქრობდა აშოტი მისმა პოლიტიკურმა გათვლებმაც სწორი შედეგი გამოიღო. მიუხედავად ძალიან ბევრი წინააღმდეგობისა, რომელიც აშოტის მემკვიდრეებს შეხვდათ. ვინაიდან აშოტის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად იწყება ტაო-კლარჯეთის სამეფოს ასე ვთქვათ დანაწევრება თვითონ მემკვიდრეებს შორის. ბატონო ჯაბა, ეხლა ჩვენ რეკლამის დროა და პატივცემულო ტელემაყურებლებო, ცოტა ხანში დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ჩვენ დავბრუნდით პატივცემულო ტელემაყურებლებო და ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო საუბარს. ჩვენ შევჩერდით აშოტ კურაპალატის ძალიან კარგ მოქმედებაზე გრიგოლ ხანძთელთან ერთად პოლიტიკურად გამართულ სწორ სტრატეგიაზე, მაგრამ შემდგომზე გადავედით, ეს იყო უკვე იქ დანაწევრება რო ხდება და დავაგრძელოთ თუ შეიძლება. აი ეს დანაწევრება რეალურად ხდება აშოტის მემკვიდრეების დროს და საფუძველი ეყრება ორ პოლიტიკურ ცენტრს. ერთი ეს არის კლარჯეთი და ამ შემთხვევაში მოგვიანო პერიოდში თავიდან არა, მაგრამ მე დაახლოებით მესამე მეოთხე თაობის კლარჯეთში დარჩენილი ბაგრატიონები იღებენ კლარჯ ხელმწიფეების ტიტულს და მეორე ეს არის ტაოს შტო. ტაოს შტო, რომელიც თავიდან აერთიანებს როგორც იმიერ ასევე ამიერ ტაოს და შემდგომ უკვე მოგვიანებით დაახლოებით მე-10 საუკუნის და 30-იან 40-იან წლებში იქ ხდება უკვე ასევე გაყოფა და იმიერ ტაოში მკვიდრდება ბაგრატიონთა იშტო, რომელიდანაც გამოვიდა მე დავით კურაპალატი. ამიერ ტაოში მკვიდრდება ის შტო ბაგრატიონებისა, რომელიდანაც გამოვიდა გურგენი და მისი ვაჟი ბაგრატ მესამე საქართველოს გამაერთიანებელი, ეს ამიერ ტაოსი და კლარჯელებზე მოგახსენეთ ის კლარჯი ხელმწიფეები, რომლებიც დარჩნენ და კლარჯეთის მიმართავდნენ. გარდა ამისა, საკმაოდ ასე ვთქვათ, ამ პერიოდის სამხრეთ საქართველოს იმდენად გადანაწილებულია თვითონ მემკვიდრეობით, თქვათ, სხვადასხვა შტოებს შორის, რომ დღეს მაგალითად საკმაოდ რთულია ზუსტი საზღვარი მოძებნა. მაგალითად სამებრო. მე და ვთქვათ, ვახსენო იმიერ ტაოს მეფე ბაგრატ მესამე. იმიერ ტაოს მეფე ბაგრატ მესამე მამულებს ფლობს. ეს ამიტომაც ერთიანი საგვარეულო დაიშალა, ამიტომაც ეს რეალობა. მამულებს ფლობს იმიერ ტაოში, მამულებს ფლობდა ყოლაში, არტაანში და ჯავახეთშიც კი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლიანად ჯავახეთი ან ყოლა არტანი რაღაც პატარა ნაწილი თქვა რამდენიმე ციხე-შილვე იქ ამას ქონოდა. ასევეა თქვა მაგალითად ამიერ ტაოს მეფეები, იგივე კლარჯი მეფეები. კლარჯი მეფეები მამულებს ფლობდნენ შავშეთშიც, თქვა. ტაოს მეფეებიც ფლობენ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის შავშეთშიც აქვთ მამულები ამიერ ტაოს მეფეებს. ასე რომ ეს შედეგი იყო იმ საუკუნე ნახევრიან დაახლოებით მამულების გადანაწილებისა, რომელიც ბაგრატიონთა ამ საგვარეულოს შიგნით მიდიოდა და ამ საგვარეულოს შიგნით მამულების გადანაწილების შედეგად დაახლოებით მე-10 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში ჩვენ გვაქვს ის სურათი, რომელზეც მე მოგახსენეთ. ძირითადად არის ჩამოყალიბებული სამი პოლიტიკური ცენტრი, ოლთისში იმიერ ტაოს სამეფო, ალბათ ფანასკერტში, ყოველ შემთხვევაში ბანაში საეპისკოპოსო ცენტრი და ფანასკერტში არის ეს ვთქვათ
ცენტრი ამიერტაოსი ეს ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ პოლიტიკური ერთეულია და არტანუჩი უკვე კლარჯი ხელმწიფეების. აი ეს სამი გვაქვს იმ პერიოდში, როდესაც უკვე იწყება ის მთავარი პროცესი ბაგრატიონთა დინასტიის მოთავეობით, რომელიც საქართველოს შემდგომ აერთიანებს. სწორედ ფანასკერტში დაიბადა ის პატარა ბიჭი, რომელიც დაბადებისას ნამდვილად არავინ არ იფიქრებდა, რომ ის იქნებოდა მომავალი ერთიანი საქართველოს მეფე და საფუძველს ჩაუყრიდა იმ ქვეყანას, რომელი ქვეყანა შემდგომ დაახლოებით მე-11 საუკუნიდან მოყოლებული კავკასიის მასშტაბით ითამაშებდა ყველაზე გავლენიან როლს. მაგრამ კიდევ ერთხელ დასაწყისში, როდესაც დაიბადა ბაგრატ მესამე ამიერტაოს ბაგრატიონთა ოჯახში, მისი ბაბუასაც ბაგრატი ერქვა. თუმცა ისტორიაში მაინც და მაინც ეს კაი სახელით არ არის ის კაცი შესული. ბაგრატ რეგვენს უწოდებენ ხოლმე, იმიტომ რომ როგორც ხოთორს ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ იოსებთან და რეგვენი იმ შემთხვევაში გამოიყენებოდა როგორც ახალგაზრდა და აი ახალგაზრდული თვისებების მატარებელი. არა, მე ვერ დავეთანხმები რეგვენის ამ გაგებაში, იმიტომ ის ახალგაზრდა არ ყოფილა. საქმე ის არის, რომ მისთვის ამ ზედწოდების შერქმევა და მისი მოხსენება აი ამ ზედწოდებით ხდება მაშინ, როცა ის უკვე წლოვანი შვილიშვილი წავს. ალბათ ეს იყო გამოწვეული იმ დამოკიდებულებით, რაც მას ჰქონდა საკუთარი შვილის და შვილიშვილის მიმართ. საკმაოდ ასე ვთქვათ, არ არის დაალაგებული ურთიერთობა ბაგრატ მეორესა და გურგენსა და ბაგრატ მესამეს შორის. ბაბუა, შვილი და შვილიშვილს შორის. საკმაოდ ცოტა რთული ურთიერთობა იყო იმ პერიოდისათვის. ამას თავის ფესვები ჰქონდა ბუნებრივია და მე შემიძლია ამაზე მე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბროთ, ეს თუ გვექნა ამის დრო, მაგრამ მე მოდი თავიდანვე ვიტყვი, რომ ბაგრატ მეორის კარზე იბადება ფანასკერტში ვაჟი, ეს არის გურგენის მისი შვილი, გურგენის ბიჭი, ბაგრატი, რომელიც მოგვიანებით გახდება ბაგრატ მესამე და აი სწორედ აი ამ ბაგრატს ექნება ასე ვთქვათ ის როლი ითამაშებს ეს ბაგრატი იმ როლს, რა როლზედაც ჩვენ თავში ზემოთ მე მოგახსენეთ. მაგრამ პროცესები განვითარდა კიდევ უფრო სხვანაირად და მე მინდა უბრალოდ აქ აუცილებლად აღვნიშნო ის პროცესები, რაც მიდიოდა ბაგრატიონთა სამეფოს გარეთ დასავლეთ საქართველოში. რომ ჩვენ ფაქტობრივად მივიდეთ გაერთიანებამდე. აი რაც შეეხება მაგალითად ის რაც ხდებოდა აფხაზეთში. რეალურად ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ საქართველოს გამაერთიანებელის როლი, ეს მანტია საქართველოს გამაერთიანებისა ბაგრატიონების ხელთ ყოფილიყო. რატომ? იმიტომ რომ მე-10 საუკუნის პირველი ნახევარში შუა პერიოდში აფხაზთან მეფეს, რომელსაც ყავდა 3 ბიჭი და 1 ქალიშვილი, საკმაოდ უბრალოდ გავლენიანი სამეფო სახით, ასე ვთქვათ, აფხაზეთის საკმაოდ გავლენიანი სამეფოა და მეცაც მოგახსენებთ, მაგალითად ამ დროს აფხაზთა სამეფო უკვე ფლობს შიდა ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს, მდინარე ქსნამდე ფლობდნენ ტერიტორიას. აფხაზები სერიოზულ პრეტენზიას აცხადებენ კახეთზე და ლაშქრობენ კიდევაც კახეთის შემოერთების მიზნით, ასე რომ ამ დროს საკმაოდ სერიოზული პრეტენზია აქვს აფხაზებს. აფხაზთა სამეფოს, საქართველოს სამეფო და დასავლეთ საქართველოში არსებული. და ამ პერიოდისათვის აღმოჩნდა ისე, რომ აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ ზედი იკავებენ ტახტს მისი ვაჟები, მაგრამ არც ერთმა მემკვიდრე არ დატოვა. რეალურად ისე გადაეგო ეს საგვარეულო, რომ არც ერთს არ დარჩა შვილი. და ერთადერთი მემკვიდრე, ვისაც დარჩა, ეს იყო გურანდუხტი და მათი, რომელიც იყო გათხოვილი სწორედ ამიერტაოს მეფე გურგენზე, ანუ აი ბაგრატ მეორის შვილ გურგენზე, რომელიც არის დედა ბაგრატ მესამეში. ერთადერთი მას დარჩა ეს მემკვიდრე. და აი ამ დროს იწყება ის პროცესი, რა პროცესიც ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი პიროვნების, ერთი პერსონის გარშემო თანდათან იკრიფება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სამეფოები. და ეს პერსონა არის ბაგრატ მესამე, რომელიც არის ბუნებრივად მემკვიდრე საკუთარი ოჯახის, ხო? როგორც ამიერტაოს მეფის შვილი.
ამავე პერიოდში დავით კურაპალაც იმიერტაოს მეფეს, ანუ ამ შემთხვევაში ბიძაშვილები არიან ერთმანეთისა, გარე ბიძაშვილები არიან იმიერ და ამიერტაოს მეფეები. დავით კურაპალაც მემკვიდრე არ ყავს, ისიც უშვილოა და საკუთარ მემკვიდრედ ზრდის ის ბაგრატ მესამეს. რეალურად ამით უკვე ტაო სამეფო ერთიანდებოდა და ისე ეწყობა ყველაფერი, რაღაც ამავე პერიოდში გაცილებით დიდი ამ დროს საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი პოლიტიკური ერთეული მაინც აფხაზთა სამეფო იყო. აფხაზთა სამეფოში მემკვიდრე არ დარჩა და აქაც ერთადერთი მემკვიდრე არ დარჩენილი გურანტუხტის ვაჟი ბაგრატ მესამე. ყველაფერი აეწყო ისე ამ კაცის გარშემო აეწყო მართლაც ეს ყველაფერი. და რეალურად ერთადერთი გამოვიდა ბაგრატ მესამე, რომელიც არის უკვე აღმოჩნდა სამი სხვადასხვა სამეფოს მემკვიდრე. და აი აქედან არის სწორედ ამის საფუძველი იყო, ჯერ ის არის რა თქმა უნდა დინასტიური მომენტი, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო საფუძველი, მაგრამ მე უკვე რა თქმა უნდა უკვე აი ეს პოლიტიკური შეთანხმებები, რომელიც გზადაგზა ხდებოდა. და რა შეთანხმებს თან გვაქვს ჩვენ ხალხს? ეს ძალიან საინტერესოა. აფხაზეთში ამ დროს მეფობს თეოდოს ბრმა, თეოდოს უსინათლო, რომელიც დააბრმო საკუთარმა ძმამ შოთაშორის. აი სამოქალაქო ომის დროს, რომელიც იმ ძმებს შორის იყო ატეხილი და ისე გადაეგო აფხაზთა სამეფოში სამი ძმის ოჯახი, რომ არცეს მემკვიდრე არ ყავდა მეთქი, ამიტომ აღნიშნა. ბოლო იყო თეოდოს ასე ვთქვათ უსინათლო, რომლის დროს აფხაზეთში დაიწყო გარკვეულწილად უკვე საკმაოდ რთული პროცესები, იმიტომ რომ მეფე ვერ მართავს რეალურად ქვეყანას, ის დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელიც ქუთაისშია, დიდებულებზე, რაღაც გარკვეულ ჯგუფებზე, თქვენ იცით რომ ესეთ დროს სამეფოში იწყება ხოლმე ძალიან რთული პროცესები, ძალიან რთული გეთანხმება და პოლიტიკური პროცესები და ამით ბუნებრივია სარგებლობს ყველა. ქვეყანა არის დასუსტების გზაზე დამდგარი და იმ პერიოდისათვის ქართლში ერისთავი არის ივანე მარუშის ძე. აი სწორედ ივანე მარუშის ძე მოიფიქრა ძალიან საინტერესო ფორმულა. ეს ფორმულა მდგომარეობს შემდეგში. მან უნდა მემკვიდრედ მოიყვანოს ბაგრატი. მაგრამ ბაგრატი რომ მემკვიდრედ მოიყვანოს პირდაპირ აფხაზეთის სამეფოში, ხო? ამას შეიძლება გარკვეული ასე ვთქვათ სირთულეები გამოეწვია და ესე არ შეიძლება ამას გუნდოდა გარკვეული შემზადება. ამიტომ მან ბაგრატი მოდის ჯერ შიდა ქართლის ერისთავად და ეს არის სწორედ შეთანხმება ბაგრატ კურაპალაცა და ივანე მარუშიძის შორის და მე მინდა აქ ხაზი გავუსვა რატო შიდა ქართლის ერისთავად. და რატომ მოდის აი თქვენ ალბათ ისტორიიდან ტელემაყურებელმა იციან რომ ბაგრატ მესამე ჯერ უფლისციხეში აკურთხეს ასე არის თუ აი სახელმძღვანელოშიც არის ხოლმე ხო ორი თარიღია ხო ბაგრატ მესამის კურთხევის არის 975 და 978 პირველად ის უფლისციხეში დასვეს მეორედ ის მერე ქუთაისში აკურთხეს მეფე საქმე ის არის რომ შიდა ქართლის ერისთავები აფხაზეთში მიღებული წესით იყვნენ მეფის თანამოსახდეები და ყველა ბოლო პერიოდში, აი ბოლო დაახლოებით 70-80 წელს მანძილზე იყო ასეთი მიღებული წესი აფხაზთა სამეფოში, რომ შიდა ქართლის ერისთავად აუცილებლად უფლისწული და მომავალი ტახტის მემკვიდრე ინიშნებოდა. რეალურად ეს დაახლოებით ეს დასავლეთ ევროპაშიც არის ასეთი ერთი მაგალითი ხოლმე, რომ პრინცი ხდებოდა რომელიღა პროვინციის ასე ვთქვათ მმართველი, რომ ის ნელ-ნელა სწავლობს მართვას და ეს შიდა ქართლის ერისთავობა რეალურად იყო თანამოსაყრდნეობა. დაინიშნებოდი ერისთავად, ეს იმას ნიშნავდა, შენ ხალხო როცა მეფე გარდაიცვლებოდა, უნდა მოსულიყო ასე ვთქვათ შიდა ქართლის ერისთავი. სწორი სტრატეგიით და ანუ უფლისწულს არჩევენ, როგორ მართოს, ჯერ არჩევენ საკმაოდ რთულ რეგიონს და საკმაოდ დიდ რეგიონს შიდა ქართლში, როგორ უნდა მართოს. მერე ეს ფორმულა ერთიან საქართველოს დროს მე-11 საუკუნის პრინციპში უკვე შეიცვალა და თანამოსაყრდნეს პირდაპირ ნიშნავდა მეფე უყონ ქუთაისში ვეტოვებდა და ის აჩვევდა ყველა სამეფო საქმის მართვას. ასე რომ მე შეიცვალა, მაგრამ აფხაზთა სამეფოში იყო დარჩენილი აი ესეთი ფორმულა. შიდა ქართლში ინიშნებოდა ერისთავი, რომელიც იყო უფლისწული და მეფის გარდაცვალების შემდგომ უკვე ეს ერისთავი ხდებოდა მეფით. რატო იყო შიდა ქართლში ივანე მარუშის ძე? საქმე ის არის, რომ ივანე მარუშის ძეს ქართლში ერისთავობა ამ დროს განაპირობა იმან რომ არც ერთ როგორც მოგახსენეთ ძმებიდან სამი ძმიდან არც ერთ ძმას მემკვიდრე არ ყავდა. ანუ რეალურად შიდა ქართლში ერისთავად მათ როგორც ჩანს და ეს ვარაუდია და
მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მართებული ვარაუდია, რომ ივანე მაროშიძე აფხაზ მეფეთა ოჯახის ნათესავი იყო. მათ ივანე მაროშიძეს მიანდეს ეს ტახტი. ეს ასე ვთქვათ, მისია, რომ შიდა ქართლის ერისთავი გამხდარიყო. მაგრამ ივანე მაროშიძე მიცის, რომ ის ვერაზოს მეფე ვერ გახდება. არა და თეოდოს უსინათლო უკვე წლევანია, შესაძლებელია გარდაიცვალოს ან რაღაცა თქვა მოხდეს, უფრო უარეს შეიძლება მოხდეს აფხაზთა სამეფოში, მეფე ჩამოაყალიბო მაგალითად, ხო? ამიტომ ის აკეთებს ძალიან საინტერესო ნაბიჯს. დავით კურაპალატს უთანხმდება, ვინაიდან იცის, რომ დავით კურაპალატი არის რეალურად მამობილი ბაგრატ მესამისა, ის უთანხმდება დავით კურაპალატს და ბაგრატ მესამე მოყავთ შიდა ქართლის ერისთავად 978 წელს, ისა 75 წელს. რეალურად ამით უკვე ივანე მაროშიძემ და იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, ივანე მაროშიძეა, დავით კურაპალატი, ახლა ნუ აქ დასახელება ნომერაციას არ ნიშნავს. ყველა ერთიანად მოქმედებს იმისათვის, რომ ეს მართლა დიდი ქართული საქმე გაკეთდეს. ეს ადამიანები აკეთებენ განაცხადს, რომ მოვიდა ბაგრატი შიდა ქართლში, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, ის უნდა გახდეს აუცილებლად აფხაზთა მეფე. ეს არის დაუწერელი კანონი, უკვე როცა გახდა ის შიდა ქართლის ერისთავი, იმ ძველი ტრადიციით, რაც დამკვიდრებული იყო აფხაზთა სამეფოში, ეს უკვე ცხადდებოდა როგორც ტახტის მემკვიდრე და როგორც ასე ვთქვათ, თანამოსაყდე თეოდოს უსინათლოში. აი აქედან უკვე 3 წელიწადში და 978 წელს ის გადაყავთ ქუთაისში და მეფეთ აკურთხებენ. აი ამიდან უკვე იწყება აფხაზთა სამეფოში ბაგრატოვანთა დინასტიის მეფობა. ეხლა უყურეთ ამ მომენტისათვის 978 წელსათვის ახალგაზრდა ბაგრატ მესამე ხდება აფხაზთა მეფე და მისი გავლენის ქვეშა მთლიანად დასავლეთ საქართველოს და შიდა ქართლი ფაქტობრივად მდინარე ქსანთან გადიოდა მაშინ საზღვარი შიდა ქართლისა და კახეთისა საკმაოდ ძველი ტერიტორია მის ტერიტორიის ქვეშ არის უკვე ამიერტაო სამეფო თავისთავად იმიტომ რომ მემკვიდრე თვითონაა ბაბუა მისია ჯერ კიდევ მეფე იქ მაგრამ მემკვიდრე ის არის და ერთადერთი მემკვიდრეა და იმიერტაო დავით კურაპალატი ამ პერიოდისათვის თulis ბაგრატს მის ასე ვთქვათ მემკვიდრედ და იზრდიდა ბაგრატს ამისათვის რომ დაეტოვებინა მეფეთ მეტიც როცა ის გადადის აფხაზეთში მაგალითად და გადაყავთ აფხაზეთში მეფეთ მემატიანე წერს რომ დაუმძიმდაო დავით კურაპალატს იმიტომ დავით კურაპალატმა იცის უკვე პროცესები შეიძლება სხვანაირად წაიმართოს ახლა ის გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და ამიტომაც ცოტა დაუმძიმდაო ბაგრატსო რომ ისა დავითსო რომ ბაგრატი არ გამეფთა ტაოში და მეფდება თქვათ ამ შემთხვევაში ქუთაისში მაგრამ თავარ ეს არ არის თავარი არის ის რომ რეალურად ერთი ადამიანის ქვეშ ერთიანდება ის ტერიტორიები რომელი ტერიტორიებიდანაც უკვე ადვილია განახორციელოს საქართველოს გაერთიანება ძლიერი ბირთვი ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლეთ საქართველოს ამ ეკონომიურად საკმაოდ ძლიერი შიდა ქართლი ტერიტორია რომელზეც შენ უკვე შეგიძლია კახეთისკენ წახვიდე აგერ თბილისის საამირო აგერ ქვემო ქართლის მიმართულებაა სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროვინცია ტაო ხო შენ ხელშია მაგრამ გარდა მაგის არის კოლა არტანი სადაც დავით კურაპალატს ჰქონდა ის მამულები იქაც შენი ძალები დგას ფაქტობრივად რეალურად ამ ასვათ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ რაც იყო ამ დროს შექმნილი საფუძველი ჩაუყარა იმას რომ შეიქმნა იმდენად ძლიერი პოლიტიკური ერთეული საქართველოს ტერიტორიაზე რომელსაც უკვე კონკურენციას ვეღარ უწევს და ვერც გაუწევდა ვერასდროს ვერც კახეთის ცალკე ვერც ხერეთის სამეფო ცალკე ვერც თბილისის საამირო უკვე ჩამოყალიბდა ის თავარი ბირთვი თქვენ როგორც ბრძანეთ რომლის გარშემო უკვე უნდა დაიწყოს ქართულმა მიწებმა თანდათანობით შემოკრება ეს პროცესი დაიწყო კიდევაც ბაგრატ მესამე დრო არ დააყოვნა და სხვათა შორის დაიწყო როგორც სიტყვით ესე ვთქვათ მოლაპარაკებით და ისევე დაიწყო სხვათა შორის ხმლთაც და მე მინდა გითხრათ რომ ბაგრატ მესამე არის ერთადერთი ვფიქრობ მეფე რომელსაც ქვეყნის წინაშე აქვს ძალიან დიდი როლი და არანაკლებ დიდი როლი ვიდრე თქვათ თუნდაც დავით აღმაშენებელს მინდა გითხრათ თუმცაღა ერთადერთი მეფე რომელიც არაა წმინდანად შერაცხილი და მას თავის ახსნა აქვს იმიტომ რომ ქართულმა ეკლესიამ როგორც ჩანს მას არაპატია რაღაცეები რომელიც აი ამ გაერთიანების გზაზე მან გადადგა ის იყო
დაუნდობელი წრების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, არის ძალიან მაგარი და ჭკვიანი პოლიტიკოსი. და საოცარია, მაგალითად გეტყვით, რომ ამ პერიოდისათვის მე უკვე ეხლა მე არ მინდა ძალიან დეტალებში წავიდე, საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა იგივე დავით კურაპალატსა და ბაგრატს შორის. აი ამ ხასიათიდან გამო. ბაგრატი იყო შეუპოვარი, მიზანს იღებდა და ბოლომდე მიყავდა თავისი ეს სასწრაფოდ გადაწყვეტილება. დაპირისპირება მამობილსა და ბაგრატს შორის დაიწყო ბაღვაშთა გამო. ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა ბაღვაში, რატი ბაღვაში, რომელიც თავის თავს თვლიდა დავით კურაპალატს იმიერტაოს მეფეთა ასე ვთქვათ მემკვიდრედ. და აი ამ დაპირისპირების ჟამს, სწორედ ამ პერიოდისათვის, როდესაც ეს დაპირისპირება მოხდა, ამის შემდეგ დავით კურაპალატსა და ბაგრატს შორის ურთიერთობა ცოტა გაცივდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ აი ისაც ვთქვათ ამ შემთხვევაში ბაგრატმა გააკეთა, ვთქვათ შემდგომ პერიოდში, თავიდან ბოლომდე იყო მიმართული მისკენ, რომ შექმნილიყო ერთიანი ქართული სახელმწიფო. და შეძლო კიდევაც. და მე ბოლო დეტალი, ვიცი რომ დროში არ მინდა რა გადავაცნოთ და ვისარგებლო ბოროტა თქვენი დროით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პერიოდია და ასე თქვათ მინდა რომ ეს მაქსიმალურად ჩავეტიოთ. აი ის გამოსმეთქი, რომ როგორ ჩანს არ შერაცხეს წმინდანად, ეს არის კლარჯი ხელმწიფეების ამოწყვეტა. მან დაიბარა თავისთან თავისი მამიდაშვილები, თავისი ნათესავები, კლარჯი ხელმწიფეები. კლარჯეთი ამ დროს როგორც თავში გითხარით, დამოუკიდებელი ერთეულია და ეს ადამიანები შეიპყრო. ნაწილი თმოგვის სიღრმეში გარდაიცვალა. რეალურად აი ამ ძალადობრივი აქტის შედეგად კლარჯეთი ტაველმა ბაგრატიონებმა შემოერთეს და კლარჯეთიც გახდა ერთიანი იმ საქართველოს ნაწილი. და პირველად სწორედ ასე ვთქვათ ნიკოპსიდან დარუბანდამ როგორც ასეთი ცნება შეიძლება ვთქვათ, სწორედ ბაგრატის დროსაა. ბაგრატის დროს შეეყარა საფუძველი იმ საქართველოს, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით, რომლის აღდგენა შემდგომ და რომლის გაძლიერება, გაფართოება, ბუნებრივია ხა დავითმა თავისი დიდი როლი ითამაშა, მაგრამ აი გაფართოება, რასაც ქვია ამ საქართველოსი, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი მაინც ჰქონდა ბაგრატ მესამეს ჩაყრილი. აი ეს იყო ის დამსახურება, რაც ტაველმა ბაგრატიონებმა შემოიტანეს და არაჩვეულებრივად საუბრობთ. აი მე ვიმყოფებოდი ეხლა და ალბათ ჩვენი პატივცემული ტელემაყურებელიც აი გადასული ვიყავით იმ დროში და აი თვალნათლივ გვიდგებოდა მთელი სცენები. მთელი აი წარმოდგენაში ვხედავდი მთლიანად ტაოს, კლარჯეთს, ამ მოქმედებებს, მოძრაობებს იმდენად კარგად გადმოსცემდა და ძალიან კარგად ყვებით. ორმეს მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ გადაცემაში მონაწილეობის გადაცემისათვის და აუცილებლად კიდევ მოგვიწევთ და კიდევ ბევრს ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემებზე. პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.